ეხა უყურე საინტერესო რამეა რა. აი ეს ნაბოზრობის, პროჭობის და გოთვერნობის ხარისხი რამხელაზე შეგიძლია აწიო საკუთარი კეთილდღეობის გამო. პრინციპში ხო ადამიანი კაროჩე მე ვიყო კარგად და არ მოუწყანთელ სოფლიოს დედის ტრაკი სამშობლოზე კი არა მეზობელი რო შიმშილობდეს შეიძლება იმას არ მიაქციოს ყურადღება სუფრაზე რას ლაპარაკობ სუ ერთმანეთს ლოცვაში გვითენდება და გვიღამდება და რეალურ ცხოვრებაში არ ვიცი რა ხდება ხო ეხლა უყურე სოსო პავლეაშვილი სენაზე მოიწვიეს ნაშ გრუზინსკი ბრატ გამოვიდა და მიკროფონი უჭირავს ხელში და кайфуем вместе кайфуем სოსო ყლეხარ შენა პავლეაშვილო და შენი სიმღერების ყალეობა. შენ ერთადერთი სიმღერა იმღერე საქართველოში რო იყავი და ის სიმღერა თენდებაო თუ რაღაცა. დანარჩენ მთელი შენ ცხოვრება არის ყალეობა და შენ ხარ ყალე. кайфуй вместе. ხო და кайфуй, блядь, სადაც ხარ იქ. შენი დებილი დედა მოწყან მე და შენაირი ქართველების კიდე. როგორ შეგიძლია იმ ხალხის წინაშე გამოხვიდე ვინ შენ დები და ძმები დაგიხოცა და შენი სისხლი აქვს დალეული აექამდე აი ვერინელებს ჯერ ახროტინებს ქართველების სისხლით მაგა და შენ გამოდიღე და кайфуй вместе ფუ შენი არა კაცი დედა მოვწყან მე რა არცეც არ გაგმაზავთ რამდენსაც ეგეთ ქართველს ნახავ სულ ყველას დედის პროჟს გაგინებთ რა დედა მოწყნულებო და ნაბოზრებო ეს მეორე ანსამბლი რო ყავთ კიდე ფუ რა ყალეები ხართ თქვენი დედას შევეცი მე რუსეთის სცენიდან როგორ ამბობთ მაგას მიშა სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არის მე მგონი იმიტომ რომ მიშას გარეშე არაფერი არ ხდება დღესაც პრეზიდენტია იმიტომ რომ მაშინ პრეზიდენტი იყო და აკეთებდა და ეხლა პრეზიდენტი არ არის და ბრალდება მიშას გარეშე არც ერთი დღე არ იწყება და არ მთავრდება თქვენ მუსიკოსები ხართ თქვენ თუ პოლიტიკოსები თუ დედამოწყნული სამშობლოს გამყიდველები დედამოწყნული სამშობლოს გამყიდველები ხართ რუსულ სცენაზე გამოსული ქართველი რო იტყლარჭება და ტრაქს რო აქნევს მოგიტყანთ დედის ტრაკი სულ ყველას ეგ მინდოდა მეთქვა რა თქვენ ახართ ნაბიჭორები და ნაბოზორები და დარჩებით მთელი ცხოვრება ეგრე სოსო პავლეაშვილს ახლა აღარაფერი აღარ გამოასწორებს всё ცხვარი ყავს ფეხზე მობმული მაგის გამოსწორების შანსი არ არის კიკაბიძემ რა გააკეთა მოუყვე? თორე რუსეთის სცენებზე უფრო მიღებული და უფრო პოპულარული კაცი არ არსებობდა. რა გააკეთა ხო იცით? ხო, ზოგ-ზოგი ერთები მწერთ რომ კიკაბიძე ნანახი ყავს. ხო, შეიძლება გყავთ ნანახი, რომ რაღაც ხო თქვი ეჯერა იმ კაცს. რომ რუსეთი რაღაც ნაბიჯებს გადმოდგამ, რომ ხო დაინახე რომ არ დგამს. რა გაგინდა მოსკოვში, რას დადიხარ და кайфуй